კარლო გოლდონის პიესის ახალი ინტერპრეტაცია ქართულ სცენაზე გაცოცხლდა. კომედია ჭორიკანა ქალებზე, რომელიც საუკუნეების წინ დაიწერა, დღესაც ისე აქტუალურია, თითქოს გუშინ დაიბადა. ბოლნისის თეატრში 93 სეზონის პრემიერაზე სპექტაკლით ჭორიკანა ქალები რეჟისორმა ლაშა ნოზაძემ მაყურებელი ნამდვილ ვენეციურ ეზოში ამოგზაურა, სადაც დღე ჭორით იწყება და ჭორითვე მთავრდება. სპექტაკლის სიცილის, ირონიისა და ყოველდღიურობის სინთეზია, რომელიც მაყურებელს ჯერ ძველ იტალიაში, შემდეგ კი საკუთარ ეზოში ამოგზაურებს. პრემიერას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ბუბა გობეჯიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთან ბოლნისის თეატრის 93 სეზონი გაიხსნა კარლო გოლდონის პიესით ჭორიკანა ქალები. ეს გახლავთ 1750 წელს გამოცემული პიესა, რომელიც დაიწერა სპეციალურად ვენეციის ყოველწლიური კარნავალისთვის და მას შემდეგ აქტუალურია. ესე იგი ეს რას ნიშნავს, რომ დრო მიდის ადამიანები ხასიათით არიცვლებიან და ჭორი პირობითად კომედიაში რაც მთავარ დომინანტ მოვლენად არის წინა პლანზე წამოწეული, ხელს უშლის ბედნიერების განვითარებას და დავინახეთ ის კავშირი თუ რაოდენ დამანგრეველია ჭორი და რამხელა ზიანი მოაქვს არასწორ გამოგონილ ინტერპრეტაციებს ცხოვრებაში და შესაბამისად ღიმილით, კეთილის ზღაპრით გამოვხატეთ ის, რომ ჭორსაც აუცილებლად სიყვარულმა უნდა სძლიოს და ეს ასეც მოხდება, თუ მოინდომებს რა თქმა უნდა ჯერ განგება და შემდეგ ადამიანი. მე განვასახიერე ბეპოს როლი, არის მოურავი შვილი და უყვარს კეკინა, რომელსაც არაცლიან 1000 რამე გამოიარეს, ერთად ქარტეხილები. ჭორი გაუცელეს, მაგრამ როგორც ყოველთვის სიყვარული იმარჯვებს ბოროტებაზეც, ჭორზეც და თავდება ჩვენი სიყვარული ერთად ყოფნით. დღეს სპექტაკლში განვასახიერე კეკინას როლი. კეკინა არის გოგონა, რომელიც ეძებდა ბედნიერებას და სამწუხაროდ სოციუმი მას არ აცლიდა ამას ბოლომდე. რაც ძირითადად ცხოვრებაში ყველას გადაგხვდენია. მადლობა ლაშა ნოზაძეს, ჩვენს რეჟისორს, რომელმაც მომცა საშუალება, რომ ასეთი საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი როლი მე შემესრულებინა და დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებელმაც ბოლომდე ისიამოვნა. სპექტაკლის ცენტრში არიან უბრალო ვენეციელი ქალები, რომლებიც თავისი ენით და დიდი ჟესტური ემოციით დღის განმავლობაში ერთმანეთთან ჭორაობენ, წუწუნებენ, ფლობენ ნახევარსიმართლეს და მთელი გულით სწამთ თავიანთი წარმოდგენების. ეს წარმოდგენა არაა მხოლოდ სიცილისთვის, ის გვაჩვენებს, როგორ იქცევა გარკვეული პაუზის შემდეგ ბოლნისის თეატრი თავის მონატრებულ მაყურებელს დაუბრუნდა, მე ვფიქრობ, საკმაოდ წარმატებულად. ეს დრო ჩვენ იმისთვის დაგვჭირდა, რომ შენობაში სრულფასოვნად აღვედგინა განათება, გახმოვანება, რაც თეატრისთვის აუცილებელია და საჭიროა. ჩვენ ახლა უკვე მზად ვართ იმისთვის, რომ ნებისმიერი ღონისძიება, არა მარტო თეატრი, არა მარტო სპექტაკლი მივიღოთ და წარმოვადგინოთ მაყურებლის წინაშე, როგორც აქამდე სურდა და ჩვენ ეს სურვილი აღვიხდინეთ. მადლობა მაყურებელს, ანშლაგისთვის, აპლოდისმენტებისთვის, მადლობა ჩემს მსახიობებს და ყველაზე დიდი მადლობა ტექნიკურ მხარეს. აი ამ ლამაზ პატარა ქალაქში ძალიან მხიარული, ძალიან ფერადი სპექტაკლი გათამაშდა, დახვეწილი და ძალიან პომპეზურიც. ხო, ერთი პატარა პაუზა არ ყოფილა სადმე რომ ვინმეს ამოსუნთქვის დრო ქონოდა. ეს ძალიან დიდი გამარჯვებაა, ძალიან მიხარია და აი ჩემი ბავშვები, ასე ვთქვათ, პატარაობიდან რომ ჩემთან მოდიოდნენ და რომ დავინახე ასე გაზრდილები და რაღაცა, ერთი 7 ბავშვი თამაშობდა, უკვე კაცები, ქალები და მიხარია ძალიან. მე სპექტაკლის შეფასება არ შემიძლია, იმიტომ რომ ძალიან ღელავდი, ძალიან ნერვიულობდი და ბედნიერი ვარ ამ პრემიერაზე რომ მოხვდი.
სწორი ეს უბრალო სიტყვა სპექტაკლში იქცევა მოქმედ გმირად. ის ქმნის დაძაბულობას და ანგრევს ურთიერთობებს. ამასთანავე იწვევს სიცილს და გამოგზაურებს ფიქრებში. ბოლნისის თეატრში კი ჭორიკანა ქალები მხოლოდ სპექტაკლი არაა. ეს არის ადგილობრივი ხელოვანების ხმა, რომელმაც მაყურებელი კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა. Თქვენი შეხედვით ისეთი რამ გამიგებაცერო. დღეს ამას იქ მაგრამ თავ შორს დავიჭერ. რათა გადავალ ჭორიკობას ავსწრეთ. კინა გამარაგ ვიქნეს ამ ჭორიკობას.